ლაშა, ესეც შეინახე რა. ხო და ლაშა გადავწყვიტე, მამაჯემს ის მანქანაც დავუბრუნო. ესეც რა. მართლა? ხო, არაფერი. მე უმანქანოთ როგორ გაძლებ შენ? რატო ვიშოვი სამსახურს, შევაგროვე ფულს და ვიყიდი. ესეც რა ლაშა რა. ისე მართალია, კი, მართალია. მაგ დროსთან პენსიებიც მაღალი იქნება და კარგი რა ბიძია, რა დროს გამაცინებ ხოლმე. ერთი ტური მქონდა დარჩენილი. რას ლაპარაკობ, რას? ისეთ ეკლა შენ არი ნერვიულო? თუ ყველაფერი კარგად იქნება, მე გიყიდი მანქანას. რატო? რა ხდება? ხო, დღეს რაღაც შეხვედრა მაქვს. სამსახურის ახალი ვარიანტი გამოჩნდა. ხო და თუ ის გამოვიდა, ოისა ლაშა, მართლა მიყიდი მანქანას? აბა რა? მართლა? დაიჯერა ხო? ნადექი, ხელები დაიბანე უნდა ისაუზმო. ნახე, რამდენი რაღაც გიყრე, აქ როგორ გავიარო? კარგი, გაიარე, მოდი ნიკა. კარგი რა თეკლა რა, ძის დალევას ხელების დაბანა რა თუნდა? ნამცხვარიც უნდა ჭამო. ჩანგლით შევჭამ. ნიკა, ბერს ნუ ლაპარაკო. ბევრი არ უნდა ილაპარაკო, ძე უნდა დალიო, მოკლედ რა. ლაშა, რა არის ეს? რა ითქვა, აბა რა მექნა ახლა სად შევინახო ეს მითხარ, სად შევინახებ შვენივრად. კარგი რა, ლაშა რა, ისედაც არ არის არსად ადგილი ამ სახლში. უთოც არ ვიცი სად შევიდახ. უთო რა ახლა, უთო სად უნდა შეინახო, მომეცი. აგე ავდგე და ზევით კარადაში ავდგე და არა, ეს არ გამოაღო ლაშა, გამოცვივდება. ყველას რაღაც რომ შევინახე, ძლივს მოვასწარი დაკეტვა. რას ლაპარაკობ, მართლა? მაშინ შენ რო შეინახო ზევით კარადაში? არა, მანდაც არ არის ლაშა ადგილი, მანდ ხორცის მანქანა და მიქსერი შევინახე. მაშინ რა ვიცი, აბა. გამარჯობა. დაკავებულია, დაველოდები მაშინ. თქვენ გააგრძელებთ ისაუბრეთ. მადლობთ. ხო, ლაშა, მოკლედ, რაღაც ახალი კარადა უნდა ვიყიდოთ, თორე არსად არ ეტევა ჩვენი ნივთები. ხო, ისე უკაცრავად რაღაცას ავიღებთ რა. ეს რაღაცა კი არა, ქოლგა. ქოლგა, კარგი. ასე. უკაცრავად მეც ავიღებ რა, პიჯაკს. ორს. გამარჯობა ნიკა. როგორ ხარ? კარგად, თქვენ? მეც არა მიშავს. ისე გავიგე რომ ადგილი არ გაქვს და მაშინ მე რო გავალ შამპუნს გავიყოლებ. ცოტა ადგილი გამოგითავისუფლდება. ის ვითომ ეგ უთო არ დაეტება იმ შამპუნის ადგილას? კარგი ლაშა რა. არა, ესე მართალია თეკლო, მართალი. რაღაცა უნდა მოვიფიქროთ რა, ეს კარადა ან გავაკეთებინოთ, ან ვიყიდოთ. ისე, შენ რო დაუბრუნებ მამაშეს მანქანას, კარადა რო გამოართვა? კარგი ლაშა რა, კარგი რა. ო, რა, კარგი რა. ვა, ახალი კარადა გვექნება, მაგარია. იმ დღესთან ისტორიის წიგნის დამალვა მინდოდა და ვერსად დავმალე. ვაიმე, ლაშა, მოდი შენი კი დაიჭირე. ჩქარა გადმოცვიდება. მიდი. გიჟდება ეხლა ეს რო დაინახოს რა. რა უყო, რანაირად გავაკეთო ეხლა, რომ გავიგე. ვა! თაროდან აიქე, ბაბუე. ხო, ბაბუ. ჯერ თაროდან მერე იატაკიდან.
რა იყო სად დაგიმალია თუ რა სადიდო რა იყო რა ბაბუ მაგას გიმალავდით მე და ბებიაშვილი ბაბუ პატარა რო იყავი გვეშინო და არ გაგეტეხა ბაბუ და ბაბუ რო გამეტეხა მე ჩხუბებოდით არა ბაბუ ახლა პატარა რაღაცას გატეხავს რა მოხდა მე ბაბუ მე ხო შენთვის ყოველთვის პატარა ვიქნები მე კი ბაბუ პატარა მაშინ ჯარისკაცები გამიკეთე ბაბუა ხო ჯარისკაცები მზად არის კარგი ახლა დადეს ბაბუ და ჩაი დანიე ბაბუ მოდი მეჭირება ხელში იმიტომ ეს რომ მიჭირავს ხოლმე ესე მგონია რომ ბებო მაჭმევს ხოლმე ხო და მეჭირება ხელში ხო კი ბაბუ ისე მეც რო შევხედავ ხოლმე სულ ბებიაშენი მაგვანდებოდა სულ მგონია რომ სახლშია ბაბუ თინა ბაბო თინა ბაბო მახსოვს ბებიაშვილმა რომ მაჩუქა ეს მითხრა როგორც ეს ქალი და კაცი არიან ერთად ისე ვიქნები ჩვენ ერთად აბა ისე აგიხდა ყველაფერი კარგი მინარე წამოდი ბაბუ კარი გავუღოთ წამოდი ბებო წამოდი შენც მარტო ხوارი ხარ წამოდი ნუცა გამარჯობა პატა კოდა ბაბუ გამარჯობა ნუცა გუგა კარს არ მიღებს და მე მგონი ცუდათაა იქნება არ არის სახში რა იყო რა განერვიულობს არა სახლში ეს მუსიკის და სიცილის ხმა გამოდის მაშინ ცუდათ არის და ეგ არის შენ რო იცი ხოლმე არ მე იუმორებაო აი ეგრე ვარ ახლა მეც ეგრე ხარ ახლა ხო გიხვეწები ძალიან გთხოვ დამეხმარ კარგი ხო კარგი წამოდი ბაბუ მოდი ბაბუ გამოყვება ბაბუ გაყევი მოდი ნუცა დენასო მიდი უი გატეხე პატა გუგა კაი Cut. Გამით. ბებო მოდი შენ ცოტა ხანი აქ დარჩი თაფთან. ტკბილი გიყვარდა. მიდი ბაბუ ეხლა, მიდი ნუ ცხენია ეხლა. მიდი ბაბუ. ოტე ბაბუ, მიდი. გამარჯობა სვეტა აი სიცილის და მუსიკის ხმა გამოდის ხო ბაბუ მოდი ერთი შენ მოусმინე შენ უკეთ გესმის მიდი გიორსტეს ხო გიორს მიყვარს ეს კარგი მუსიკა ხო ეს ბოლო ალბომი კარგი გამოუვიდა რა ხდება აქ ოჩა სამხმაში ეძახით გუგა კარგი არა კარგი ხა რა სამხმაში ვეძახით რა გჭირს ხა ხო აბა რა ხდება მაშინ ჩქარა მითხარი მე ჩქარება დასასვლელი ვარ ო ჩქარა გეტყვი ველოდებით ნერვიულობს ვეხმარებით რა ეხმარებით რაში ეხმარებით ნერვიულობაში კაი რა არ გვეიუმორება ეხლა ლაშა არ კი ბატონო კარგი ხა ლაშა გითხრეს ადამი გეუბნები ეხა მოკლედ გეუბნები ელოდება ნერვიულობს არ ეიუმორება ვეხმარებით თუ კიდე შენს მოგეხმარე მე არა მე ვერ დაგეხმარებით მე თეკლას უნდა დავეხმარო ო მე ჩქარება გეთხოვ ხო გითხარით მოიც ერთი წუთი ის ნუ სამიდი შენ ნერვიული ბაბუ მიდი მე ეხმარში პოდი იქ რა მომისმინე ხა შენ ხო რა რაში უნდა დაეხმარო თეკლას რითი უნდა დაეხმარო ბო თეკლას თეკლას რითი უნდა დავეხმარო და კარადით კარგი ხა ლაშა რა კარადით გითხრეს არ გვეიუმორება და ეხა მითხარი რა ხდება მართლა გეუბნები მართლა კარადით უნდა დავეხმარო თეკლა ხო გადმოვიდა ახლა ჩვენ ხო და თავის ნივთები გადმოიტანა ხო და აქ სახლში კიდე ვეღარატებს ვერაფერს და კარადა უნდა ან ვიყიდო ან რა ვიცი აი უნდა მოვიფიქრო თეკლას უნდა კარადა ხო რა თეკლას უნდა კარადა
სადუშაოთ არადა. ეს ისე, ლექსი ექსპრომტად რა 4 ზავხო მე ხო ლექსებს. ხო, ლექსებს ექსპრომტად კი არა. შენ ჯობია იცი რა, კარადაზე იფიქრო და თეკლას გული მოიკო. ხო, წავედი ახლა მე ცოტა რომანტიკას. რა რომანტიკა ლაშე ნუ გამაგიჟე. გაიგე ხალხო რას მეუბნები ბაბუ, კარადაზე იფიქრე რომანტიკა. რა შე კარადა როგორია რომანტიკა. კარადა როგორია რომანტიკა. შენ აზრი არა, ცოტა სხვანაირად შეხედი ამ ყველაფერს. აი, მომისმენთ ახლა. ბადა, შემოხვალ ჩვენთან. ხო. ნახე, შემოხვალ ჩვენთან, აიღებ ზომებს. ზომებს აიღებ. აიღებ ზომებს. ნახაზს გააკეთებ. ხო, მე აწყობ და თეკლას დაახვედრებ ულამაზეს კარადას. აი? ხო. რა ბედნიერი ხარ, პაატ. ხო, ბედნიერი ვარ, ხო. რატო? რა მოხდება ახლა რა გუგასაც დაჭირდეს კარადის გაკეთება? არა, კარადა არ ვიცი მე, კარები თუ არ გააყო ამ კარის გაკეთება, შეკეთება მოგვიწევს. ხო, კი. კაცრად. მომძალდი. ხედავ? ვიღაცა დაინტერესებულა დიდუბელი სოსოთი. ო, ან მალხაზით. ან დიდუბელი სოსოთი, ან მალხაზით მეთქი რა. არა, კარგია. შვენიერი მანქანაა, შვენიერი. ხო, ლაშა. მამა ჩემთან რო ვიყავი იმ დღეს, მეუბნება ეს მანქანა გიყიდეო და მე რა ვქენი? ავდექი ეს ძველი მანქანის გასაღები მივუგდე და წამოვედი. არაფერი არ მინდა მაგის ნაყიდი საერთოდ. აჰა. თეკლა, იქნებ მე რო საძინებელში ტელევიზორი მაქვს, ძველი. რო გამოიტანო და ისიც რომ მიუგდო. არა? ისე მოგწონს? კი, ძალიან კარგია. მოიცა. ტყავის სალონი აქვს? ტყავის? ხო, კი, ჩემი პატარა თოლია. რა? ხო, თოლია დავარქვი წეღან რა. თოლია. არაფერი, კარგია თოლია და ბენზინის მაგივრად თევზებს ყრი ხოლმე? კარგი ვაშა, კარგი, მე მეჩქარება წავედი და შენ სად მიდიხარ? მე აქ ბარში რაღაც საქმე მაქვს და. კარგი. კარგი. თხილად თოლია არ გაკაცროთ, თოლია მეთქი და მანქანა არ გაკაცროთ. რა თოლია, მანქანას თოლიას ეძახით? დიახ, მანქანას თოლიას ვეძახი, იმიტომ რომ თოლიასავით ლამაზია და ელეგანტური. უკაცრავად შეხვდრან ძალიან მეჩქარება, თორე აუცილებლად დაგელაპარაკებოდით თოლიებზე. კი. იცით, ცოტა ხანი კი არის რაც საუბრობთ, მაგრამ ძალიან ბევრი მსგავსება შევამჩნიე თქვენსა და თოლიას შორის. დიდი მადლობა, უკაცრავად. დიახ, კი ბატონო. ბარში მიდიხარ თქვენც? ძალიან კარგი. ოჯახ თოლია, ერთ თევზი უკვე დაიჭირე. მეც მოვანიშნე. ეს როგორ ვერ უნდა ავაფეთქო რა? კენგურუ ჩანთოსანი ცხოველია და ის ავსტრალიაში. ბავშვი, რა ხდება? მე მეცადინეობ შენ ხელს მიშლი. რა ხელს გიშლი კაცო? ხელს გიშლი კი არა, საქმეზე ვარ მოსული ახლა. ეს ფიცრები შენ მოიტანე? რა ფიცრები? აი ეს ფიცრები. ხო, მე მოვიტანე. რა არის ახლა? ხო, კარადა უნდა გავაკეთო რა. ხო, მომიხმარები შენ. მე მეცადინეობ. მე მეცადინეობ. კარგი, რას მეცადინეობ, აბა ერთი რა, რას მეცადინეობ, აბა? ბუნებას. რა ომერე, რა გვინდა ბუნებამ? ხე ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც გამოყოფს ჟანგბადს. მისი დიდი რაოდენობით მოჭრა ზიანს აყენებს ჩვენს პლანეტას. ბავშვი, არ მომიჭრია მე ხეები, ბავშვი. ფიცრები ვიყიდე პირდაპირ. ხო. არა, რამდენი არის ხე ის რაოდენობაც არ არის, რაც მანდ გიწერია ეხა შენ. რამდენი არის? სულ არის 1 2 3 4 5 6. უი, მართლა რამდენი ყოფილი? ხის მოჭრა დანაშაულია. ხო, დანაშაულია. ხეს თუ მოვჭრა. ბავშვი, მოვისმინე ერთი წუთი, არ შეიძლება ეგ რაღაცა რო ხმადაბლა წაიკითხო? შენ კიდე გაჩუნდი რა კაცო რა. რა ხმას უშვებს რა.
რას გაჩუმდება, წავიდე ზომები ავიღო ერთი სუამები რა თავს რა. იმეცადინე ბავშვი შენ ხელს მომიშლი მეთქი გეუნები. აჰა. ეს არის 120 სმ. ასაგებია. 120 სმ აქ. ეს რამდენია? ეს არის 80 სმ. აჰა. 120 სმ, 80 სმ. ეს არის 60 სმ, ესე იგი 80 სმ, 60 სმ, არა, 60. ჩიტებით ბილ ქვეყნებში მიფრინა. აუ ერთი წუთი რა ჩიტები, კაცოდ მიფრინავენ, სუამებნა თავგზა ეხლა რა, რამდენი იყო 120 იყო. მიდი რა რაღაცა ფურცელი მომიტანი რომ ჩავწერო რა. ვერ მიმახსოვრე ზომებს, რა გჭირს, დამეხმარე ეხლა თუ მეხმარე. მომეც. ой, ეს რამდენი სმ იყო? 103 ჩიტი. რა? 103 ჩიტი. ითხრები ბავშვი ხელს მომიშლი მეთქი შენ და აჰა. ბედო, ერთი ჩიტი რამდენი სმ იქნება? მე რა ვიცი ბავშვი, ხა ერთი ჩიტი რამდენი სმ იქნება, აბა რა ვიცი მე რა. და 103 ჩიტი, 103 სმიანი ჩიტი რამდენი იქნება? კარგი ბავშვი, რა 103 სმიანი ჩიტი ეხლა. მიდი შენ მაგდალაპარაკს კარი გააღი, გიჩვენია, მიდი. მე ვსწავლობ შენ გააღი. ოხ ბავშვი რა. მიდი ერთი ისწავლე, აბა რა სწავლობ, მიდი. ესე იგი მე არ შემშლია, თქვენ რა უნდა გაგიღოთ ამ სახში კარი. მობზანდით, შევზანდით. რამეც დასატარებთ? არა, კარადას ვაკეთებ. ანუ ცთას, ხო წინასწარ არ იცით რა გამოვა, ხო? ხო, ცთას ვატარებ, ხო. რამე შეხوار დაგეხმაროთ? არა, ვამთავრებ უკვე. ხო, ეთყობა კი. კაი გამოდის. კარგი, იცით როგორ იქნება? აი, მობზანდით. ეხლა წარმოიდგინეთ რა ხდება. აი, აქ იქნება ესეთი დიდი მასიური კარადა, დიდი. ხო. ეხლა რა ხდება? ზევით, სულ ზევით იქნება ესე, მთელ სიგრძეზე ერთი დიდი თარო იქნება ესე. მერე ქვევით ზუსტად იგივე ზომის მეორე დიდი თარო იქნება მთელ სიგრძეზე. მერე მოდის ერთი დიდი უჯრა, მერე ოდნავ პატარა უჯრა, ოდნავ პატარა, ესე დაპატარდება ეს უჯრები. აქეთ იქიდან იქნება სიცარიელი, აქ იქნება კარი. აბა შეხედეთ როგორი ერთი მოგწონთ? თხილად. ჩემის აზრით, აჰა. აი ეს თარო ამაზე ცოტა უფრო განიერია. მართლა. მასლაპო, კარგით, მე კარადას მიხედავ, თქვენ შევზანდით გაამოთ. მივზანდით. არა, მე სხვა რამეზე ვარ მოსული დღეს. ნიკა, მოდი. მიდი, მიდიო. აი შენი რეკორდი მოხსენე. ვაა. კარგად იყავით, აბა წარმატებებს. ნახვამდის. მოდი ეხლა აქ რო თეკლა შემოვა და დიდი მასიური კარაო როგორ გავა. ბავში, მოდი აქ. თეკლა მალე მოვა. თეკლა არ ვიცი როდის მოვა, მაგრამ რომ მოვა რო იკითხავს შენ მათემატიკის როლს რა მოვიდაო, შენ გაცემ პასუხს. რა მე რა შუაში ვარ, მათემატიკის როლი რა, მე რა შუაში ვარ. აბა ეს შენი აზრით რა არის, რაზეც ახლა ხაზავ რაღაცებს და ჭღაბნი. უი. ხოდა თუ უი. ვითომ მე ვსწავლობდი, კარგი? კარგი. მიდი. აბა რეკორდი როგორ ვერ უნდა. ესე იგი. რა ხდება რა ხდება? ვინ იყო ნეტაის გოგო გუგას კარიდან რო გამოვიდა? რაც ბაბა შეიძლება ექიმი იყო? ექიმი? და რა უნდა და ექიმს გუგასთან? რა ვიცი ბაბა, ხა ისეთ რამეებს წერს ბაბუ ის რომ შეიძლება მოაკითხეს. აი, აღარ ვიცი უკვე რა ვიფიქრო რა. აუ, რა არის იცით? შეიძლება იმ გოგოს სახლი შეეშალა და შემთხვევით შევიდა გუგასთან. ხო, ბაბუ, შეიძლება ჯერ სახლი შეეშალა, მერე შესასვლელი, მერე მისაღები და ყავაც ალბათ შეცდომით დალია. აუ, აი, რისი ღირსია იცით გუგა? აი, თქვენთან რომ შემოვა ჭადრაკის დათამაშად, აი, ყველა პარტია მოუგეთ საერთოდ. ის უგებ ხოლმე ბაბუ აბარამშვილი. უი. ხო. რა გაეწოვა, რა ხდება ეს პერიოდი, რა არის ეს არის. რა? არ დაიწყო რა.
რა უნდა დაიწყოს? რა უნდა დაიწყოს ბაბუ და ბიონსეს კლიპი უნდა დაიწყოს. თელი დღეა ველოდები და არ დაადგა საშველი. ვინ იყო ნეტა ის გოგო რა? არა მგონია რამე სერიოზული იყოს ბაბუ, არა მგონია არა. ხო. იმ გოგოსა თვალები არ უელავდა, გაიგე? არ უელავდა. როგორ არ უელავდა და ჩვეულებრივი თვალები ქონდა. აი სვეტა რო დამინახავს ხოლმე ბაბუ. სვეტა რო დამინახავს ხოლმე. ისე უელავს თვალები მაშინვე მიხვდები რომ რაღაცა ხდება. აბა? კოტე ბაბუ, რა ხდება? არაფერს არ ხდება. ის გოგო მშვენიერი გოგო იყო. ვის? გუგას სახლიდან რო გამოვიდა ის იყო მშვენიერი გოგო. კი ბაბუ, მე მომეწონა. კარგი. პატასთვის შესაფერისი იყო. ხო, არა, პატასთვის კი მშვენიერი იყო. ხო, რავი. იცით რა, კოტე ბაბუ? ეხლა თქვენ ის გოგო მართლა თუ მოგეწონათ პატასთვის, უნდა მიხვიდეთ გუგასთან და დაელაპარაკოთ, კითხოთ ვინ იყო ის გოგო. კი ბაბუ, სწორი ხარ. ესე იგი ბიონსეს მაინც არ მიჩვენებენ და წავიდე და დაველაპარაკოთ ბაბუ, დაველაპარაკოთ, იმიტომ რომ შენ მაინც ვერ მოგიშორებ და დაველაპარაკოთ. ძალიან გთხოვთ რა, ზარი თქვენ დარეკეთ, თორე მე რო დამინახავს, შეიძლება არ გააღოს. კი ბაბუ. დაინახეთ ეს კიდე თან სხვა იყო. აი, ხო. ესეც ხო პატას შეეფერება. შეეფერება. ბიონსე დაიწყო. აი ასე მანქანები ჩემი სტიქია. გეტყობათ კარგად უვლით თქვენს მანქანას. კი. მიყვარს ჩემი BMW. ის მერსედესი არ არის? მერსედესი თუ არ დღეს მოსული? ხო რაღაც მერევა ამდენი მანქანა ერთმანეთში ანა. კიდევ მიირთმევთ რამეს? რა თქმა უნდა, ქალბატონისთვის ყველაფერი საუკეთესო თუ შეიძლება. კარგით, მაშინ ტარხუნის ღვეზელებს მოგართმევთ. მომწონს. მოგვართვით ტარხუნა. ლაშა მითხარით არა? დიახ, ლაშა. თქვენ რა საქმიანო? შეიძლება ითქვას, რომ მე მაქვს საკუთარი ბიზნესი მაქვს მე. დიახ. რა ბიზნესი? აქაც შეიძლება ითქვას, რომ მე მაქვს ღილების ბიზნესი. დიახ. ღილების ბიზნესი. ხო ვითომ უმნიშვნელოა, მაგრამ როგორი საჭირო? აი წარმოიდგინეთ, რაღაცა გაქვთ შესაკრავი, ხო? ღილი არ არის ვერ იკრავთ. ხო, აი, ესეთი რა. და აი, დიდი ბიზნესია? კი, საკმაოდ ანა მინდა გითხრა. ჩემს საწარმოში 500 არა გატყუებ, 500-მდე, ესე ვთქვათ, თანამშრომელი მყავს დასაქმებული. კი. აბა. უკაცრავად. მადლობა. გემრიელად მიირთვით. ლაშა, ეხლა გისმენდით და შეიძლება რომ თქვენ საწარმოში დამასაქმოთ. რა თქმა უნდა, უბრალოდ ახლა არ მცალია. ხვალ დილით მოხვალ ჩემთან, გავისაუბროთ, არ არის პრობლემა. ძალიან დიდი მადლობა. ალო. მე ვერ გავიგე, რამდენ ხანს უნდა ველოდე, კიდე არ მობძანებულა. ვინ აგვიანებს ასეთ ქალბატონთან შეხვედრაზე? აი ის ლაშა ტორონჯაძე. ნომერი მითხარი და მე თვითონ დაურეკავ. კაი, მადლობა. არ მოდის სა. ხარა და გითხრეს ნომერი? თქვენი ტელეფონი. უთქვამთ. არა იყოს. თქვენი ტელეფონი. არა დაანებეთ. ანუ თქვენ მეგირეკავთ?
ესე იგი, თქვენ ის ლაშახად ჩვენთან სამსახურის დაწყებას რომ აპირებთ. ეგრე გამოვიდა, კი. კი, ეს გამოვიდა ქალბატონო ანა. და ღილების ბიზნესს რას უპირებთ? შევათავსებთ ქალბატონო ანა. შევათავსებთ. უცნაური შეხვედრა არა? კი. თავიდან მე ეთყობოდა მას რომ უცნაური შეხვედრა იყო. თქვენ არ გაგიგიათ ის ანდაზა სანამ შეხვდი დაგინახეო? არა. აქ განცხადება დავწერე უკვე განთავისუფლებაზე და შეიძლება რომ ხვალ დავიწყოთ ხუთანი. რა თქმა უნდა. თქვენ გაგიგიათ ის ანდაზა დამას საქმეო? არის ეგეთი ანდაზა. არ გიყვართ თქვენ ანდაზები ხო, ქალბატონო ანა? არი ეჭვიანა ნუცა. არაფერი არ გაქვს საეჭვიანო. ხო? თან გუგას არ მოწონს ქერა გოგოები. ხო? აი, შაუგრემანი გოგოები მოწონს გუგას. მარჩა, აღარ მეჭვიანობ? არ მეჭვიანობ. სარ არ მუშაობს ლიფტი. ახლახანს მუშაობდა. და ეხლა არ მუშაობს. კარგი, მადლობა. ოხ, გუგა, აი, როგორ გაგებუტები რა, აი, ნახავ რა. ვა, თუმცა აქ რა საკეთებ? გუგა, შენ არ ხარ სახლში? რა მოხდა, ერთი წამი გავავედი რა. არ შეხვედე ერთი წუთი. აუ, აი, პირდაპირ მითხარი, ვინ იყო? ვინ? ვინ, ხო? და ისე იციან მე რომ შენი ქვედა მეზობელი ვარ? ხო. იცის ანი ერთმან, მეორემან, მესამემ ან მეოთხემ. კარგად. გამარჯობა. გამარჯობა. არ მითხრა ხო რომ ეს დიდუბელი სოსო. დიდუბელი სოსო კი არა, ეს არის ჩემი ძმა ლუკა. გაიცანი, ეს ჩემი მეზობელია ნუცა. სასიამოვნოა ნუცა. ხო, სასიამოვნო არის, მაგრამ ის გოგოები ვინ იყვნენ? ფოტომოდელები იყვნენ, გუგამ სახლი დამითმო ფოტოსესიისთვის ცოტა ხნის, რა. ფოტომოდელები? ფოტომოდელები. აუ, გუგა, ნამცხვარს გაგიკეთებ შენ. შედი, რა დღეშია, უყურე ამას. ბევრი არ ჩაპეტო? არა, ერთი ცალის მომაწოდე. ამას დავამაგრებ, მერე წამოვაყენებთ, ვივაყუდებ თავის ადგილზე, დავაყენებ და ეგ არის. რა მაგარი ყოფილ ხარ პეტო? რას ქვია ბავშვი, აბა რა. ოჩახბა, დამშვენიერი კარადა გამოვიდა. ეს როგორ უნდა დავკიდო? თეკა მოიცადე რა საკეთებ, ჯერ არ დაუმთავრებია. ხო. ბატა, ისე ძალიან დიდი ხო არ გამოდის? კაცო, თეკლა, ეს ეხლა არის დაწვენილი რო არის დიდი, თორე მე თავის ადგილზე რო დადვათ, ესეთი კი აღარ იქნება, კაცო. აბა თავისი ერსახეს მიიღებ, ნივთები შევა გამოვა რაღაცა, კარადა იქნება, აბა როგორიც უნდა იყოს, აბა რა. ვა, უკვე დაამთავრეთ. ერთი წუთით ბატა. რა? აგორა. რა? ვერავი რა აგორა. უკაცრავად. ვინ შეავს ეს კროსვორდი? ინებეთ. მადლობა, შეიძლება გავაგრძელო? კი ბატონო, კი. მადლობა. ისე ძალიან დიდი ხო არ გამოდის. თეკლა. ეს დაწოლილი ჩანს დიდი, თორე მე რო წამოვაყენებ, თავისი ერსახეს მიიღებს, ნივთები შევა გამოვა, მობრძანდით? ხო, მე რა უკვე კარგი იქნება. ნახოთ. ეგ არის. ეხლა დავაყენო თავის ადგილზე და ძალიან დიდი გამოდის მაინც. არა, დაბატარავდება მე, კარგით, ხო. აბა, ბავშვი, ზადარი. აგორა. აბა. წავიდა. ვერ წევ პეტო. ბავშვი. მოიცა მოგეხმარები? მოდი აბა, მოდი თეკლა.
მოდი, მოიცადე. აბა 1 2 და 3 წავიდა. ეგ არის. რა იყო ბატა? აი, რა? ყველაფრის დაძლევა შეიძლება თეკლა ერთად. ხო, თუ თანადგომა იქნება, თუ გვერდში დგომა იქნება, თუ ურთიერთგაგება, სადაც სიყვარულია, სადაც კარგი ბატა, დავიხანებ. კარგი, ხო, კარგი, მოდი. აჰა. ეგ არის. აჰა. რა ისე ბატა, მართლა ძალიან დიდი ხო არ არის? მართლა ძალიან დიდია მე მგონი. რამდენი უჯრები აქვს? აწიწიქს რომ დამალა ვეღარ იგებთ. რა არის? უყურე, სმა. ვინ მიახატა ამას ნოლები? ვინ მიახატა ამას ნოლები მეთქი? კარს გავაღებ მე. რა? ბატა. რა არის, ჰა? რა მეკითხები? რა არის ეს ამ საშინელების გაკეთება თავში აზრად როგორ მოგივიდა ბატა? აბა. ლაშა, იცი რა არის? კარგი შეკითხვაა, კი? ძალიან კარგი შეკითხვაა. ისეთი კარგი შეკითხვაა, მოდი უპასუხოთ დავტოვოთ. ხო. რამხელა არის, რა არის ეს რა? ამხელა კარადა ვის გაუგია? მითხარი. ლაშა, მომისმინე ხა კარადა არის ნორმალური, მაგრამ სახლი არის პატარა, ცოტა ოთახი, ხო? ოთახი არის, ხო პატარა, ხო? ოთახი არის პატარა. რანაირად შევიდე ჩემთან ახლა მითხარი, აბა? რას ქვია? ყველაფერს პრობლემას ნუ შექმნი რა, გამოდი, რას ქვია რანაირად შექმნი? რას ქვია როგორ შედიოდი ხოლმე აქამდე როგორ მიდი, ხო, როგორ შედიოდი ხოლმე აქამდე? როგორ ლაშა, მომისმინე, რა კიდე ეხლა ოთახში სტუმარი ყავს კაცო სახლში. მოიცა, ბატა, მეც მაინტერესებს, მე როგორ უნდა ავიდე ოთახში? კარგი, თეკლა, რა მოგივიდეთ ახლა? აი, მიწერია ნახაზის მიხედვით როგორ უნდა ავიდეს თეკლა თავის ოთახში. როგორ უნდა ავიდეს თეკლა თავის ოთახში? თეკლა, რა არის? მოვიფიქრებთ, არა უშავს არინერვიულო, მოვიფიქრებთ და სანამ მოვიფიქრებთ, შეგიძლიათ ჩემთან დარჩე. მოდი პატა დაჯექი. ამაზე იცი შე რომ ქალაქის მერიამ შეიძლება დაგვაჯარიმოს, ა? რატო უნდა დაგვაჯარიმოს? რატო და ქალაქის იერსახეს ამახინჯებთო, აი მაგით. მიდი ახლა და გაეცი შენ პასუხი, ბავში, მიდი. კი არ დაგვაჯარიმებს, მადლობას გვეტყვიან. რა მადლობას გვეტყვია? ტურისტებს მოიზიდავს. რატო? შენ ხო იცი ის მე სკოლაში მასწავლეს რა? ის რო არის დიდი. რა? ჩინეთის დიდი კედელი. ხო, მე? ეს იქნება პატიკოს დიდი კარადა. კოსმოსიდანაც კი მოჩანს. კარგი იყო, არა. ცუდი ნამდვილად არ იყო, მაგრამ მე არ ვიცი ეს კარადა რაში შეიძლება გამოვიყენო. მე არ ვიცი. თეკლა, შენ იცი? არა, არ ვიცი, არც მე არ ვიცი, რაში უნდა გამოვიყენო. ხო, შენ? მე რაში უნდა გამოვიყენო? მოდი ხოლმე წავალ სკოლაში. გამოიყენე, ხო. მოდი ტელეფონი აიღე, იქნება გადაიტანოთ ყურადღება სხვა რამეზე ილაპარაკოთ. მაგის ზომები ხომ მოგწოთ, მაგ ტელეფონის ზომები. მიდი აიღეთ, ხო? ალო? ხო, ელენე. კი, სახლში ვართ. სახლში ვართ თუ კარადაში ვართ, რა ვიცი. კარგი რა ბავში, კარგი რა, სულ შენი ბრალია ყველაფერი რა. ისე ძალიან ლამაზი გამოვიდა, რა გინდა? მართლა ხო? ხო. თან ძალიან დიდიც არ არის, აი აქ შენ ვერ შეეტევი. რას ლაპარაკს, ადვე შევეტევი ხა ბავში რა, რას მე. ვერ შეეტევი აქ გეუნები. რას მეუნებ, ჩემ გაკეთებულ კარადას შევეტევი თუ არა, არ ვიცი ეხლა ბავში რა, რას მეუნებ. ვერ შეეტევი თქო. კარგი, აქ ვერ შევეტევი ეხლა მე? დარწმუნებული ხარ? კარგი, ნახოთ. აჰა, მოდი აბა. თუ ვერ შევეტევი. აჰა. შევეტევი. ბავში, აი, ხო შევეტევი ბავში, რა გინდა? ბავში,
გამიგე კარი რა ხდება რა ჩაიკეტა კაცო ბავშვი აუ ბავშვი ეს რა ხუმრობაა რა არის ახლა ბავშვი გამიღე თორე თეკლა რო აქ მომიწრო სირცხვილია ბავშვი ხო იცი რომ რა გზნობას მოხ თეკლას მიმართ ბავშვი გამიღე კარი და არავის ვეტყვი სადამალა ეს ისტორიის წიგნი გამიღე ბავშვი კარი გეუბნები მართლა არ ვეტყვი არავის ბავშვი აი გეფიცები აი ბავშვი აი არავის არ ვეტყვი თეკლას გეფიცები ბავშვი ხო იცი შენ თეკლას ნება აი თეკლას თუ დავიფიცებ ხო იცი რომ ეგრე იქნება ჰა ბავშვი აი გეუბნები ბავშვი არავის არ ვეტყვი თეკლას გეფიცები ბავშვი ხო მადლობა ბავშვი აი ეგრე ვა თეკლა ხო აი ბუდიში კარგად იყავი თეკლა